სტუდიაში ბრუნდებით პროფესორ სერგო რატიანთან. სერგო სწავლობს საქართველოს წარსულს და ასწავლის. ძალიან საინტერესო ნაშრომები, წიგნები აქვს მაქვს გამოცემული. პარალელების გავლება ყოველთვის საინტერესოა ისტორიის მცოდნეთა მიერ. განსაკუთრებით აი ავტორიტარული, ტირანიული მმართველობითი სისტემების კვალობაზე. საქართველოს შემთხვევაში ის რა ფაზაში წახალ ჩვენ ვართ, ერთი შეხედვით ასეთი ტიპის რეჟიმების თითქოს ბოლო ფაზაზე მიუთითებს, თუმცა ეს ბოლო ფაზები ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ დიდხანსაც გაგრძელებულა. ასეთი ადამიანები მიუხედავად მთელი თავიანთი წართმეული და მოპარული შესაძლებლობებისა მთავარს ვერ იპარავენ, ღმერთს ვერ პარავენ მათი სიცოცხლის ვადას. ამიტომ ისიც მთავრდება ასეთი რეჟიმები, რომელიც რაღაც ერთი ფიგურის საყოველთაო დიქტატორულ ძალაუფლებაზე არის ჩამოკიდებული, მაგრამ აი დღევანდელი ვითარება რა შეიძლება შევადაროთ, რა სიმპტომებია ისეთი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რაღაცა დასასრულისკენ მიდის და ბოლოს ვისაუბროთ იმაზე, რა ფაქტორებმა უნდა განაპირობოს, რომ ჩვენ აი ამ დინების შემყურეები კი არ ვიყოთ, არამედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დავაჩქაროთ, ხელი შეუწყოთ ქვეყანაში ისეთ მშვიდობიან ტრანსფორმაციას, რომელიც ქვეყანას დააბრუნებს დემოკრატიული დასავლური განვითარების რელსებზე. მოგესალმებით, მადლობა. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვიყურებებით საკმაოდ სახიფათო მონაკვეთში ისტორიის, იმიტომ რომ აი თქვენთანაც ძალიან ბევრი ექსპერტს უთქვავს, მეც მithქვავს და ძირითადი აქცენტი რაზე არის ხოლმე, ხო, რომ ჩვენ გავხდით რუსეთის უკანა ეზო, ხო? ოღონდ ჩვენ გაცილებით კიდევ უფრო სახიფათო სივრცე გარემოში შევდივართ, როდესაც არაერთი დიქტატორული რეჟიმის, ავტორიტარული რეჟიმის ასე ვთქვათ, გავლენის ქვეშ არ ვართ, არამედ ბევრის გავლენის ქვეშ ვართ, ხო? დღეს ამ სივრცეში უკვე შესაძლებელია, რომ სხვადასხვა ავტორიტარულმა რეჟიმებმა, რომელშიც ჩაწერა სურს აი ამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს გავლენას ახდენენ ჩვენზე, ხო? ეს შეიძლება არის და არის ნამდვილად უკვე ირანი, ეს შეიძლება იყოს ჩინეთი. ანუ აქ როდესაც ვლაპარაკობთ რუსეთის უკანა ეზოზე, უბრალოდ რუსეთის უკანა ეზო კი არ არის, ეს არის რაღაცა სხვადასხვა დიქტატურების უკაცრავა და საპირფარეშო, ხო? რომელსაც შეუძლიათ აკეთონ ბევრი სხვადასხვა რაღაცა, რასაც ისინი მოისურვებენ. აი, ამ დღეებში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ხო მართალია, ვაკვირდებით იმას ფაქტობრივად, რომ თუნდაც თქვენ საუბრობდით გერმანიის ელჩზე თავდასხმაზე, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ იმას, რომ რეჟიმი თავის იდენტიფიკაციას აკეთებს ირანის აი ამ სრულიად საშინელ რეჟიმთან და ესხმის თავს არაერთხელ ესხმის თავს ევროპას და კონკრეტულ მეგობარს, რომლებიც წლების განმავლობაში ისტორიული მეგობარია და უამრავი რამე გაუკეთებია საქართველოს. ძალიან სახიფათო ნარატივების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით მათი საპარლამენტო წარმომადგენლობების მეშვეობით, ხო? ამ ხრივ გამორჩეული ქალბატონის წილოსანის კომენტარი ამოგვიტივტივდება პირველივე შემთხვევაში, როცა ირანის მოვლენების კომენტირებისას მოთხოვეს რა ჟურნალისტებმა როგორ შეაფასებდით პოზიცია გამოეხატა მისი და ქართული ოცნების, მან ასეთი ვითომ ნეიტრალური ფაზა თქვა, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებები ასე ვთქვათ ნაგვარებდნენ ქვეყნის შიგნით გარეთ ჩარევის გარეშე და ასე შემდეგ. ამით ფაქტობრივად საკუთარი თავის და ოცნებაც ირანის რეჟიმის თავდასხმა პლუს ეხლა გუშინაც, ხო? გუშინაც სრულიად სასახა იდენტიფიკაცია იყო, როდესაც თქვეს, რომ საქართველოში მოხდება რაღაცა ისეთი, რაც მოხდა ირანში. დემოკრატიულ ქვეყანაში, დემოკრატიულ ხელისუფლების შემთხვევაში კრიტიკა არ არის არანაირი პრობლემა, არც პროტესტი არ არის, არც მშვიდობიანი პროტესტი. ჩვენ ხედავთ ერთ წლის განმავლობაში მშვიდობიან პროტესტს და უბრალოდ საქართველოში ის ხალხი, რომელიც გამოდის და აპროტესტებს, ეს სოციალური შრე უბრალოდ წარმოუდგენელია ასე
მოქმედება მშვიდობიანი პროტესტის ასე ვთქვათ პროტესტის ხალხია, ხო? აი ესე არის, რაც არ უნდა მოხდეს, პასუხისმგებლებიანი ადამიანები არიან, იციან რომ მათ უკან ოჯახია, მათ უკან ქვეყანაა და ხშირ შემთხვევაში გაცილებით უფრო პასუხისმგებლობით იქცევიან, ვიდრე თვითონ ხელისუფლება, ხო? და აი ესეთ ვითარებაში არიან. და ჩვენ ვხედავთ, რომ არა მხოლოდ მაგალითად შეიძლება უცებ რაღაცა გავლენა, იგივე ძალიან სახიფათო არის ირანული გავლენები ჩვენთან, იგივე ქართლში და ასე შემდეგ შეიძლება ეს ძალიან მძიმედ შემოგვიტრიალდეს, ასევე ჩინური ბიზნესის ასე ვთქვათ გავლენები შეიძლება საკმაოდ სახიფათო იყოს გეოპოლიტიკურად და ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული კრიმინალური ჯგუფების ასე ვთქვათ გავლენები არის და იგივე როცა ვსაუბრობთ და თქვენ სიუჟეტში იყო იგივე ღარიბაშვილის და ლილუაშვილის დასჯა არსებობს ესეთი საფუძვლიანი ეჭვირო ერთი არის ის რომ უბრალოდ ის ანადგურებს თავისივე პოლიტიკურ ელიტას მეორე არის რომ ქარის გარკვეული მკვლელობის შემდეგ ვიღაცა მოითხოვა ამისი მინისტრების ბიძანა ოინიშვილის მინისტრის წარმოიდგინეთ იგივე ფარცხალაძის შემთხვევაში ხო ანუ ვიღაცა მეათე ხარისხოვანი ფიგურა რომელიც მოსკოვში არის ის შეიძლება ჩაერიოს ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ ცხოვრებაში ხელი აფათუროს აქა კანონი მიიღოს წარმოიდგინე ეროვნულმა ბანკმა იმასთან დაკავშირებით რომ ფარცხალაძეს რაღაც გაიტანოს იმ მომენტში რაღაცა ქეში და მერე დასაჯონ იმიტომ რომ რომელიღაცა მეორე დაჯგუფება კრიმინალებისა ითხოვს მის თავს და ზემოდან კიდე დააყოლოს რამოდენიმე მინისტრი ხო წარმოიდგინეთ ხიფათი რომელშიაც ჩვენ ყველანი ვართ ხო საიდან დაუბერავს ეს ხო არის რაღაცა შენობა სახელმწიფო შენობა რომელიც აი სად არის ასე თქვა შეიძლება სად უბერავდეს ქარები და რამ შეიძლება დაანგრიოს ეს შენობა კაცმა არ იცის ხო საზოგადოებრივ სიკეთეზე ვამბობთ ხო მით უმეტეს როდესაც ასე турбулентურ ფაზაშია შესული მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით ჩვენი რეგიონი. გასაკურველია, ხო? პრინციპში ჩვენ ვიმყოფებით მართლა ისედაც ხო, აქვევით არის ფუნდამენტალისტური ირანი, ზემოთ არის ასე თქვა ავტორიტარული ასე თქვა პუტინი და ეს ტოტალიტარული ხო, ეს ძალიან ძიმე ასე თქვა დიქტატურა ფაქტობრივად, რომელიც რაღაც ახალი მიქსი ამ დიქტატურისა რაღაცა ბოლშევიზმის, კომუნიზმისა და ნაციზმის რაღაცა მიქსი, ორივეგან სხვათა შორის, ხო? ორივე კიდე ერთი ბევრჯერ უნდა გავიმეოროთ ის, რომ როდესაც ირანზე არის ეგრე საუბარი და გარკვეულწილად იდენტიფიკაცია არის ხოლმე რაღაც ტრადიციები ახალი სამყაროს წინააღმდეგ. სინამდვილეში რა ის ტრადიციები ჩვეულებრივი იაკობინური მართლობა ასე ვთქვათ მოდერნის ანტიმოდერნული პროექტი ხო ეს ნიშნავს იმას რომ ასე ვთქვათ პოლიტიკა ყველაფერში და ფაქტობრივად რაღაცა ჩეკისტური კგბ-შნიკური სტრუქტურები რევოლუციის გუშაგები ეს ძალიან დასავლური ასე ვთქვათ აი გასამხედრო ფაქტობრივად სამხედრო ხუნტაში გასაკურველია ხო ლაპარაკურ ინსტიტუტებს აქვთ მკვეთრად ნომინალური ხასიათი და რელიგიური კომპონენტით ინსტრუმენტალიზებული რელიგიური მომენტია ხო როდესაც რაღაცა გარკვეული გაგებით სიმპათიები ამ კუთხიდანაც კიდევ ხომარ მოდის ხო ამას ყოველთვის ადგილობრივი აიათოლებისა და აიათოლობის კანდიდატების კუთხე კი რასაკურველია ჩვენ ხო ნანახი გვაქვს აქ დარბევები ჟურნალისტებზე მიყენებული ასე ვთქვათ საშინელებები რაც გვინახავს აქა ხო და ეს ამითი გატაცებული არის იგივე ღარიბაშვილი იყო საკმაოდ ჩართული ამ მოვლენებში და ის აყალიბებდა და ჰქონდა გარკვეული ურთიერთობები ხო ხა რაც შეეხება ივანიშვილის ანუ თვითონ რა ფაზაში არის და როდესაც გვიკვირს რატომ შეიძლება მაგალითად ირევანიშვილი თავს დაესხას აი ამ ღარიბაშვილს და მის ელიტას ხო აქ საქმე ძალიან მარტივად არის და მართლაც ისტორიიდან ძალიან ბევრი მაგალითია რატო ანადგურებდა სტალინი ეჟოს იაგოდას და ანუ ასრულებდნენ ეს ადამიანი მის დავალებას და აპარებდნენ ამ
ხელა წმენდებს და როგორც კი ეს დავალება მორჩებოდა, ისინი უნდა წასულიყო. პირველ რიგში, როდესაც აი ამ ხელა პოლიტიკურ გარკვეულწილად დავალებას ასრულებს, კონკრეტული ადამიანების ასე ვთქვათ, პოლიტიკური წონა იზრდება და რასაკვირველია, დიქტატორისთვის ის უნდა განადგურდეს უბრალოდ. წონასთან ერთად ფულადი რესურსებიც ის. რასაკვირველია, ივანიშვილისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ალარმიზაციის საფუძველია, ხო? მაგრამ ჩემი კითხვა უკავშირდება შემდეგ კანდიდატს მაშინ. თქვენ ლოგიკას თუ გავყვებით, ეს არ არის მარტო თქვენი ისტორიის ლოგიკა არის, ესე ვთქვათ, კობახიძესაც მაშინ იგივე ბედიელის. და კობახიძეს თუ იგივე ბედიელის და უყურებს რა მისი ნამორბედებს და მათ უბედობას, რომლებიც ახლა ერთ სართულზე არიან გამოკეტილები, ან ვინც გაასრო ქვეყნიდან. რას უნდა ფიქრობდეს კობახიძე ამ შემთხვევაში და როგორ უნდა იმოქმედოს თქვენი აზრით? საქმე იმაში არის, რომ ბევრი სხვა ექსპერტებს უთქვავს ეს, რომ ეს რეჟიმი მართლაც იუანიშვილის რეჟიმი, ხო? ხშირ შემთხვევაში განსხვავდება ისტორიაში არსებულ ძალიან ბევრ რეჟიმებთან. წარმოიდგინეთ, პირველ ადამიანსა და მეორე ადამიანს შორის ასეთი დიდი სხვაობა პოლიტიკურ ძალას შორის. ნაცისტებთანაც კი არ იყო და ბოლშევიკებთანაც კი. გასაგებია რომ სტალინი იყო გარკვეულწილად დიქტატორი იყო და თანაც როგორი, ან იგივე ჰიტლერი, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური გუნდი მუდმივად რაღაცნაირად იყო შენარჩუნებული სტალინის შემთხვევაშიც კი, ხო? და გასაგებია რომ მათ შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო, მაგრამ ის სხვაობა, რომელიც არის მაგალითად იგივე ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის და იგივე კიდევ უფრო დიდი სხვაობა არის ივანიშვილსა და კობახიძეს შორის, ხო? წარმოუდგენელი სხვაობა. ღარიბაშვილი ქემაინც წარმოადგენდა გარკვეულ სოციალურ ფენას და ის იყო სოციალურად ახლობელი ივანიშვილის გარკვეული, ანუ იგივე ქართული ოცნების გარკვეული ამორჩეველთან, ხო? მათ ჰქონდათ ძალიან ბევრი საერთო და როდესაც ივანიშვილი, იგივე ღარიბაშვილი გამოდიოდა და საუბრებრივი აი ამ დარბევების დროს და იგივე გარკვეული კლერიკებთან ურთიერთობა, ფუნდამენტალისტური განსაკუთრებით ის უბრალოდ ძალიან ახლოს იყო ამ წრეებთან. ავთენტური იყო ძალიან. ხო, ავთენტური. პროტოოცნებური, სიტყვა ქოცური არ მინდა შევაწყო. პროტოოცნებური განწყობების, ღირებულებების, იდენტობის ღირებულება ცოტა რთულია და საკადრებელია ამ შემთხვევაში. კობახიძე ამ ხრივაც ძალიან უცხოა. კობახიძე არის უცხო, კობახიძე და რაც უფრო მართალი გითხრათ, პირადად მე თქვენს აი ამდენი წლების განმავლობაში ჩვენ გვინახავს, თუნდაც ჩვენთვის არასასურველი ან სულიად განსხვავებული პოლიტიკური გემონების ადამიანი, რომლებიც ყოფილან დაპირისპირებული, ხო, ჩვენთან და ქონიათ სხვა გამოწვევები და სხვა მიზნები. გაცილებით სახიფათო არის, როდესაც პოლიტიკური წონის არ მქონე ადამიანი ადის მაღლა. ის ყველაზე საშიში არის, ხო? ეს ბევრჯერ გვინახავს, როდესაც ყოფილვარ დაპირისპირებული, მაგრამ იმის გამო, რომ მას აქვს თავის სოციალურ წრეში რაღაცა რეპუტაცია, შეიძლება წინასწარ განჭვრიტო თუ რას გააკეთებს. მაგრამ როდესაც არის ნოლი, იმის განჭვრიტა შეუძლებელია, ის ასრულებს ნებისმიერ დავალებას. სინამდვილეში იგივე კობახიძე იმ თავისი შეიძლება ითქვას სოციალური წარსულიდან იგივე საიდანაც მოდის როგორც არის იქიდან წამოსულს ეს არ უნდა ეკეთებინა, ხო? წესით იგივე კობახიძეს, იგივე პაპუაშვილს უნდა ეთამაშათ, ასე ვთქვათ, პროდასავლურობა, ხო, ფლანგი რომელიც ჰქონდა რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ღარიბაშვილი იყო, ასე ვთქვათ, უფრო პრორუსული და ვიღაცა თამაშობდა უფრო და იგივე კობახიძე
როლს ასრულებდა საწყის ეტაპზე. საწყის ეტაპზე, ხო, მაგრამ როდესაც არასამთავრობოებიდან მოსული ბიჭები არასამთავრობო გარკვეული რეპუტაცია, გარკვეული ენა, უცხოელთან ურთიერთობა, გარკვეული რაღაცა და უცებ ეს ადამიანი ამოგლეჯილია აქედან და ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე ისიც და იგივე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონდა უბრალოდ იგივე გერმანულ აკადემიურ წრეებთან, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვასთან, აი როგორც დავალებულები, ხო, ხანდახან კონსულიათ კონტექსტს მოწყვეტილები დგანან და ასე ვთქვათ, ლანძღავენ უშუალოდ გერმანიას და სხვა და იგივე წარმოუდგენელი რაღაცა. ეს არის მათი განულების მთელი ისტორია და მე ვფიქრობ, რომ რასაკვირველია მათ პოლიტიკური ძალა არის ხოლმე გარკვეული არ ვიცი სპეკულაციები, რომ აი კობახიძემ რაღაცა შეიძლება გააკეთოს, თუ რა შეიძლება გააკეთოს კობახიძემ. ხო, მოდი მე კამაც კი არ დაგიწყო, მაგრამ იმ ვერსიის ერთ არგუმენტს შემოვიტან ამ საუბარში, უფრო საინტერესო გახდეს. ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ კობახიძე შეიძლება გახდეს პრობლემა ივანიშვილისთვის, როგორც ძალაუფლების წარმართმევიან ჩამნაცვლებელი, იგულისხმება ალბათობა იმისა, რომ რეჟიმი გარედან, ანუ რუსეთი, რომელსაც აქვს შესაბამის გავლენები საქართველოში ყველაზე უფრო ძლიერი, კობახიძით შეიძლება ფიქრობდეს ივანიშვილის როგორც უკვე აქტიურად გამოყენებული ინსტრუმენტის ჩანაცვლებას. აი ამაზეა საუბარი, იმაზე კი არა კობახიძეს თავად რა რესურსები აქვს, სოციალური კაპიტალი იქნება პოლიტიკური მხარდაჭერა და შემდეგ არამედ ის რა ძალა მათ შეიძლება ის გამოიყენოს აქტიურად იმის გათვალისწინებით რა ტრანსფორმაციები ჩვენ ამ ბიჭების პირობებში ვნახეთ, მათ არ გაუჭირდებათ, ასე ვთქვათ, ამ ხრივ ფერების ცვლა, თუმცა დიდად არც დაჭირდებათ, იმიტომ რომ მკვეთრი ანტიდასავლური, ანტიევროპული ნარატივი, რომ ავტომატურად პრორუსულს ნიშნავს, ეს ყველასთვის გასაგებია და შეიძლება ეს არც დაჭირდებათ, რომ ღიად იცახონ, მაგრამ ძალაუფლების ცენტრის გადმონაცვლობის კუთხით შეიძლება ასეთ არგუმენტს ჰქონდეს აფუძველი. თავისი იგივე აი ამ ღარიბაშვილი უფრო მაგროლისთვის უფრო გარკვეულ აზრით უფრო შეიძლება შესაფერისი ყოფილიყო, ხო, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლის გარკვეულწილად ფუძე არის რამდენია 5-დან 7%-მდე ღია პრორუსი, მაშინ რაღაცნაირად ღარიბაშვილი ამ სქემაში უფრო ჩაჯდებოდა, ხო? თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ აქ უბრალოდ ტანკებით ჩემოდიან, მაშინ კობახიძე იქნება თუ არ ვიცი კიდე რაღაცა ტანკებით შემოსვლა რო არ დაჭირდეთ. მე არ ამგონია რომ ხვალ რომ გაქრეს, წავიდეს თქვა კობახიძე კი არა და ივანიშვილი, კობახიძე აურთქლდება. ხო და არ უნდა გაქრეს საქმეს მაგაშია. აი ამ ძალაუფლების, საძალაუფლებო რესურსების გადატანა ისე უნდა მოხდეს სწორედ, რომ ივანიშვილის ყოფნის პირობებშიც კი მისი ჩანაცვლების ოპერაცია განვითარდა. არ ვიცი, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ რა შემთხვევა, ეს ის შემთხვევა, თუ კი ივანიშვილი რაღაცას ისეც არ უკეთებს, რისი გაკეთების პირობასაც კობახიძე მიცემს იმათ. ხო? მაგრამ არის კი კობახიძე მასშტაბის ან აი ამ პირობების გამცემ შეიძლება იყოს, მაგრამ დამაჯერებლობა იქნება თუ არა, აქ რა თქმა უნდა ძალიან დიდი კითხვებია. რა არის ეს პირობები, სერგო, ამაზეც შეგვიძლია გავიხსენოთ, ხო? გახსენება რა გვინდა, გამოვიდა ის კაცი და ტრიბუნიდან მთელი ქვეყნის გასაგონად ჩამოთვალა ეს პირობები, ბოდიშების მოხდით დაწყებული და კიდე ბევრი სხვა რაღაცი დამთავრებული, ხო? ერთი რამე ცხადი არის, რომ ივანიშვილის სოციალური რესურსი ძალიან მცირდება. ხო, ჩვენ გვახსოვს 12 წლიდან ასე ვთქვათ, რა სოციალური წრეები და გარკვეული პოლიტიკური გემოვნების და ჯგუფები უჭერდნენ ხალხს, ხო? ეს ტერმინიც კი დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში ბატონ ივანიშვილის დამსახურებით, რომ ჭარბი დობა. ხო და ეს მართლაც ბევრი სოციალური ხო ბუნებრივია გარკვეულწილად დემოკრატიულ ქვეყანაში მით უმეტეს როდესაც საქმე პირიქით როდესაც საქმე გარკვეულწილად თავის შეცდომები არის და არსებობს განვითარების პერსპექტივა ხო
ჩვეულებრივი ამბავი არის, რომ 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ თქვა, რომ ამაზე უკეთეს ხელისუფლება უნდა ყავდეს და გვინდა რომ ყავდეს და ამ მომენტში ასე ვთქვათ მოხდა გარკვეული კონსოლიდაცია და ბევრი სოციალური წილი არის და თანდათანობით 12 წლის განმავლობაში მოხდა ნეგატიური გადარჩევა. ნეგატიური გადარჩევა და საერთოდ ახლა როდესაც უყურებთ პარლამენტს ჩვენ ვერ ვცნობთ, აი თქვენ ყოველდღიურად ჩართული ხართ და თან გასაგებია რომ ვიღაცა მოჯილი გვაქვს. ხო, მოჯილი გვაქვს, აი წარმომიდგენიათ რომ ბევრი თქვენთვისაც აი უბრალოდ უცნობი არის, ხო, საიდან მოვიდნენ, საიდან ამოიყვანეს, ამიტომ პოლიტიკური ამათ უკან არავინ აღარ ადგას, ხო? მაგრამ დგას სისტემა, რეჟიმი, რომელმაც შექმნა, რომელიც ამ ეტაპზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, თუმცა იმდენად ეფექტურსაც ვერა, რომ მაგალითად პროტესტი ჩაახშოს, ხო? რეებს აღარ აკეთებს, უკვე ზღვარს გადაცდა. არათუ საღიაზრონების, არამედ აი ამ ტიპის დიქტატურის საკანონმდებლო უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებით ტროტუარზე დგომას ეხება. მაგრამ მიჯნა ზღვარს მიუახლოვდნენ, არა? აი რა შეიძლება გახდეს აი ჩვენი საუბრის ბოროს, რა ფაქტორებმა შეიძლება ამ რეჟიმს შეუქმნას გარდაუვალი საფრთხე ჩამოსვლის და შეცვლის. მე ასეთ შემთხვევაში მომყავს ხოლმე ორი მაგალითი, ხო? ერთი არის სპორტიდან, რომელ წუთზე შეიძლება გაიტანოს კარგმა გუნდმა, ან თუნდაც ცუდადმა გუნდმა ბურთი, ხო? თავარია პრესინგი, თავარია მუშაობა და რომელიღაცა წუთზე ეს იქნება, ხო? ეგ ერთი. და მეორე, როდესაც ვიღაცა აირჩევს ასე ვთქვათ, მოყინულ გზაზე სიარულს, ერთ მოსახვევში შეიძლება მოსრიალდეს. ივანიშვილის შემთხვევაში ის ნამდვილად პირველ რიგში აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ის მოყინულ გზაზე დადის და სადღაც შეიძლება მოსრიალდეს და მისი მოწინააღმდეგე ქართული საზოგადოება აი პრესინგი რასაც ქვია მართლაც, ხო? ჩვენ ხედავთ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან თანმიმდევრული, საოცრად დისციპლინირებული არის ამ წლის განმავლობაში და საოცრად თავდადებული. ჩვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველზე მართლაც დისციპლინა არის ბრძოლის თავარი წარმატების თავარი საწინდარი, ხო მართალია და ჩვენ ხედავთ მართლაც საზოგადოებას, რომელიც დისციპლინირებული არის, რომელიც მართლაც ასე ვთქვათ, ერთ წლის განმავლობაში იბრძვის და როდის დაემატება ამ საზოგადოებას ძალიან ბევრი ხალხი იმისათვის, რომ უბრალოდ ფუნქციონირება ვერ შეძლოს ეს ბევრ რამეზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. ამათ საზღვრების შეცდომაზე, საერთაშორისო ვითარებაზე. პატარ ხო ხდებით, აი ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა, სადაც ტალღები მოდის ნებისმიერი გვერდითა ვთქვათ, სივრციდან შეიძლება მოვიდეს ისეთი ტალღა, რომელიც იქონიოს გავლენა რეჟიმზე, ხო? ჩვენ ნახეთ, რომ მაგალითად გარკვეულწილად ამ წლების განმავლობაში კი მათ გარკვეულწილად ზურგის ქარი ჰქონდათ რა. იგივე პანდემია წაადგა, იგივე უკრაინის ომი გარკვეულწილად იყო ამათვის კონსოლიდაციის საფუძველი, სხვანაირი კონსოლიდაციის საფუძველი, ხო? ფილოსოფიური შემოსავლების საფუძველი იგივე, როდესაც სოფლიომ ვერ მოიცალა საქართველოსთვის და ამათმა დაიწყეს ბრძოლა ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. აი, კომუნისტებმა გააკეთეს ესე, როდესაც რა იყო საფუძველი რაღაც გარკვეულწილად რევოლუციის, რა იყო და მეორე მსოფლიო ომი ძალიან ძიმე, მოდი შემოუტრიალდა და ჩვენ ქვეყანას დავარტყათ. აი ესე შემოტრიალდა და ქართულ საზოგადოებას დაარტყეს, როდესაც ასე ვთქვათ, ვერავინ ვერ მოიცალა საქართველოსთვის, ხო? მაგრამ ეს სიტუაცია მუდმივად იცვლება და რა მომენტში შეიძლება გახდეს ეს ფაქტორი შემცველი და კიდე ერთი რუსთაველი და მართლაც ჩვენი და ახსოვნეთ პოლიტიკური პატიმრები, რომლებსაც მართლა საოცარი თავგანწირვა აჩვენეს. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ დაპირისპირება გრძელდება და დაპირისპირება ისეთი არის, რომ ნებისმიერი შეცდომის შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ ჩამოიშალოს. სერგო, ძალიან დიდი მადლობა. სერგო რატიანი იყო გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი.